გურჯაანელი ახალგაზრდები მოუთმელად ელიან ქალაქში ახალი პროფესიული სასწავლებლის კულინარიის სკოლის გახსნას. ბევრი მათგანი უკვე გეგმავს ჩაბარებას და კულინარიის მიმართულებით პროფესიის დაუფლებას. მათი შეფასებით ამ სფეროში დასაქმებაზე მოთხოვნა ისევე როგორც რეგიონის მაღალი კლასის სასტუმროებში, ასევე მთელი საქართველოს მასშტაბით მაღალია და ანაზღაურებაც ხშირად რამდენიმე ათას ლარს აღწევს. გარდა ამისა, ფიქრობენ, რომ ასეთი მაღალი დონის სასწავლებლის გახსნა ხელს შეუწყობს ქალაქის გამოცოცხლებასა და ეკონომიკურად განვითარებას. შეგახსენებთ, რომ კავკასიის უნივერსიტეტისა და ბასკეთის კულინარიის სკოლის მშენებლობა 1 წელიწადში დასრულდება. ჩემს ქალაქში მსგავსი დაწესებულების არსებობა ძალიან კარგი ინიციატივა იქნება, რადგან იგი ჩვენი ქვეყნის და ზოგადად ქალაქის განვითარებას შეუწყობს როგორც ტურისტულად, ისე კულტურულად და ეკონომიკურადაც, რადგან ბევრი ადამიანი არის საინტერესებული ამ სფეროთი და შესაბამისად დასაქმების დონეს უფრო აიწევს შედარებით და ბევრი ადამიანი უფრო დაინტერესდება ამით და შესაბამისად ეს ხელს შეუწყობს, რომ ჩვენი ქალაქი განვითარდეს ზოგადად. ყველა სფეროსთან დაკავშირებით ეს ძალიან მნიშვნელოვანი რამ არის, რაც კეთდება. მიუხედავად იმისა, რომ მე არ ვაპირებ ამ სფეროში მოღვაწეობას, ძალიან ბევრი ისეთ ადამიანს ვიცნობ, ვინც ძალიან კმაყოფილი იქნება ამ სკოლით და ბევრი დაინტერესებული პირი იქნება.